გულოს ვაყოლებდით ბათუმი შენ ციყავი ბათუმში. მოგესალმებით, გაიფიცე საქართველოს საყოველთაო გაფიცვა სახელმწიფოდ შეუერთდა. შოთა რუსთაველის ძეგლთან 1 საათზე მეტია. აქცია მიმდინარეობს. თუ რას აპროტესტებენ აქ მოსული ადამიანები, ჩვენ ახლა ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელს ქალბატონ ცირას ვკითხავთ. აი რატომ მოხვედით ქალბატონ ცირა, რას აპროტესტებთ და რა პოზიციის გამოხატვა გსურთ? ჩვენ ყველა ვაპროტესტებთ იმას, რასაც ქართველი ხალხი უკვე 40 დღეზე მეტია აპროტესტებენ და ნაბჭი ნორმალური მოქალაქეც მე მგონი უნდა ქონოდა ეს პროტესტი, ვისაც არ აქვს ეთყობა, ან ჯერ ვერ შეუგნია რასიშრობის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და თავარია რომ არ ეგონოთ რომ დემოკრატიული ღირებულებების დაცვა შეიძლება დიქტატურაში. პირიქით ეს უნდა გამოირიცხოს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ჟურნალისტების უკანონო დაკავებას, პირდაპირ ნადირობაა ჟურნალისტებზე გამოცხადებული და სწორედ ეს არის დიქტატურის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება. ის რომ თუ ასე გაგრძელდა და დემოკრატიულმა ძალებმა ვერ გაიმარჯვეს, ფაქტურად ჩათვალეთ რომ სამოქალაქო სექტორიც აღარ იქნება, ჟურნალისტებზე და დამოუკიდებლობაზე აღარ არის ლაპარაკი და ამიტომ ეს საჭიროა ეს ბრძოლა, აქციები იქნება, საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების თან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად როგორ შეიძლება დემოკრატიის დაცვა ისე რომ მთელი მოსახლეობა იყოს ჩართული, ძალიან დიდი მასშტაბები და ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს გადადებული თუ შეიძლება ასე ითქვას დაბრუნება სახში ანუ ევროპაში ბოლოს და ბოლოს დაბრუნდეს თავის იმ გზაზე რომელსაც ჩვენ რამდენი ხანია ვადგავართ და სწორიც იყო რა თქმა უნდა. გამოსავალს რა შეხედავთ ქალბატონ? არაფერი გამოსავალი ისევ მე მგონია რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და თუ თulis ოპონენტი დაუშვათ ან გამარჯვებული პარტიად გამარჯვებულად თავს შესაძლებელია ხელმეორედ ისევ მიიღოს ის ხმები და უფრო უკეთესი მდგომარეობა მიიღოს. აი გამოვცადოთ რეალურად მოსახლეობის მხარდაჭერას ვინ მიიღებს. და რა თქმა უნდა პატიმრების გამოშვება როგორ შეიძლება ხლა გზა რო ვერ გადაკვეთა სწორად და ვიღაცა დროშა შემოიხვია ამის გამო ადამიანის მიუსაჯო რამ არსებობს ჯარიმა არსებობს რაღაცა რამდენიმე დღიანი გაფრთხილება ესე პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის მიკერება როგორ შეიძლება ხო ეს არის ალბათ დიქტატურული ქვეყნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და ნუ დავემსგავსებით როცა ჩვენ ვიყავით დემოკრატიის ოაზისი გახსოვთ თქვენ დიდი მადლობა თქვენ უსმენთ ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელს ქალბატონ ცირა მესხიშვილს სტანდარტულად როგორც ხედავთ აქ ადგილზე იმყოფებიან ძირითადად მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ასევე ადამიანები რომლებიც ხშირად დადიან აქციას და აპროტესტებენ იმ ვითარებას რაც ხდება დღეს საქართველოში ჩვენ ახლა გურამ ჯინჭველაძეს გავესაუბრებით რატომ მოხვედი გურამ და აი მზია ამაღლობელი საქმეს თავისთავად ცხადია ვერ გავექცევით ხო აი რას აპროტესტებ უნებრივია რომ ეს როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ალბათ ამ ქვეყანაში ბევრი ვერ აპროტესტებს ალბათ შიშის გამო მაგრამ რეალურად ის არის რომ გავართ ვიცი ძალიან დიდი ხანია უკვე გავართ ამ გამყოფზე მაგრამ ეს აჭერები ეს ზეწოლა ხალხზე კონკრეტული ძალადობები და უკვე დაუფარავი ძალადობები ძალიან უკვე შემაწუხებელიც აღარ არის უკვე ამაზე რძენია ეს და რა თქმა უნდა გვმოვთ ამას და შესაბამისად ვითხოვთ უკანონო პატიმრების განთავისუფლებას გამოსავალს რა შეხედავთ გამოსავალს საზოგადოების გაღვიძებაში უფრო მეტად გააქტიურებაში რა თქმა უნდა რომელიც არც წყდება პრინციპში ამ ბოლო თვეების განმავლობაში შეიძლება ითქვას 2 წელია უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს აქტიურად და ალბათ არც არავინ არ აპირებს არც დაღლას არც რეალურად ამ ყველაფერზე პასუხი აქვს საზოგადოებას უბრალოდ ამას დრო და ნერვები ჭირდება ასე ვთქვათ რომ მოთმინება ნერვები სიწყნარე სიმშვიდე რომ ეს ყველაფერი დასრულდეს ასე ვთქვათ რაც შეიძლება მალე დიდი მადლობა ჩვენ ახლა
გადავალთ სიტყვით თამუნა უჩიძესთან, ჟურნალისტთან და ასევე საერთაშორისო გამომჭირვალეობა საქართველოს წარმომადგენელთან. თამუნა, რას გამოხატავ პირველ რიგში დღეს კონკრეტულად ამ ადგილას? მე არ შემიძლია არ დავიწყო საუბარი მზია ამაღლობელით 2 წუთის წინ სამხრეთის კარიბჭესთანაც სწორედ ამას ვამბობდი. მე გავიზარდე სამხრეთის კარიბჭეში. თქვენ იცით რომ მე სამხრეთის კარიბჭეში ვიმუშავე ძალიან ბევრი წელი და მე გავიზარდე ბათუმელების მაგალითზე. სწორედ ბათუმელებისგან ვიღებდი მაგალითს, როგორი უნდა ვყოფილიყავი, როგორ უნდა მემუშავა, როგორი მიუკერძოებელი უნდა ვყოფილიყავი, როგორ არ უნდა მშინებოდა. და ჩემთვის მზია ამაღლობელის დაჭერა უკვე არის, არ ვიცი, მართლა რუსეთი ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ ეს უკვე ის ამბავი აღარ არის, როცა სხვა ქვეყნის მაგალითებზე უყვებოდით რა მოგვივიდოდა, რა დაგვემართებოდა, არა, უკვე მე მგონია რომ უკვე ნამდვილად იქ ვართ. დღეს გამოვედით იმისთვის რომ ის 3 საათი, დაანონსებული 3 საათი გაფიცვა რაც იყო, აქ მდგარიყავით, გამოგვეთქვა ჩვენი პოზიცია და კიდევ ერთხელ გვეთქვა რომ არ შევეგუებით და რომ ამ ქვეყანას ნამდვილად არ დავუთმობთ რუსეთს და ჩვენ უკვე ვნახეთ რომ რეალურად ქართულ ოცნებას ტიტუშკები აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ისინი ქართული ოცნების წარმომადგენლები, დეპუტატები ჩვენს თანამშრომლებს, მოქალაქეებს უკვე უშუალოდ ღიად ესხმიან თავს და ხო, მე არ ვიცი ამაზე მეტი რაღაცა უნდა მოხდეს და ყველას გვახსოვს 300-მდე მეტი ადამიანი ნაწამები, რისთვისაც ამ დრომდე არავინ არ არის დასჯილი, ხო? რა ვიცი, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი გახდა ამ დღეებში. აი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო დღეს, რასაც რეალურად ახალციხეც შეუერთდა მართალია მცირე, ასე ვთქვათ, რაოდენობით, მაგრამ მაინც თავის პოზიცია გამოხატა. როგორ ფიქრობ, გამოსავალი არის თუ არა ეს და თუ არა ეს, კიდე რა შეიძლება იყოს? როგორ შეიძლება ვითარება ელემენტარულად რაღაცნაირად ჩიხიდან გამოვიდეს, იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს საქართველოა? დიახ, ესეც არის ჩემის აზრით გამოსავალი ამ ჩიხიდან გამოსვლაში. სწორედ გაფიცვა ჩემი აზრით ის ერთ-ერთი ხერხი, რითაც შეიძლება რომ იყოს გამოსავალი ნამდვილად და მე მგონია გამოსავალი არის კიდევ უფრო მეტი ადამიანის, რა ვიცი, გაღვიძება. დღე არ გავა თითქმის რომ არ გავიგოთ რომ რაღაცა პროპაგანდისტულ მედიებს ტოვებენ ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ სინდისი და საბედნიეროდ ასეთი ადამიანები ნელ-ნელა გვიერთდებიან, ნელ-ნელა ჩნდებიან. მოლოდინი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტი გავხდებით და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას რეჟიმის წინააღმდეგ და დიახ, აი სწორედ ასეთი გაფიცვა, თუნდაც ასე მშვიდობიანად დგომა და პროტესტის გამოხატვა ნამდვილად მგონია გამოსავალი, რომ არა ჩვენ ქუჩაში მგონია რომ არც ის საერთაშორისო ჩვენი თანამეგობრობა, ასე ვთქვათ, იქნებოდა ისეთი ხისტი, როგორიც არის დღეს რუსული ოცნების მიმართ. დიდი მადლობა, ეს გახდათ თამუნა უჩიძე, ჟურნალისტი პროფესიის, საერთაშორისო გამომჭირვალეობა საქართველოს წარმომადგენელი სამცხე ჯავახეთში. საყოველთაო გაფიცვა ახალციხეში გრძელდება 6 საათისთვის, დასრულდება გაფიცვა. დაგიბრუნდებით მოვლენების გაგრძელებისთანავე.